მოდიდან ადრიანად ალექსანდრა დავუტოვე დედაჩემს და მივუცუნცულებ ნაჭრებზე. უნდა წამოვიღო ნაჭრები და შემდეგ უკვე საღამოს ჩავაბარო შეკვეთები და დღეს არის შაბათი, ალექსანდრა ისვენებს და ძალიან გახარებულია. დედაჩემი წაიყვანს, ახლა დედაჩემი გადმოვიდა ჯერ ჩემთან და წაიყვანს ალექსანდრას თავისთან. ბოლო პერიოდია ძალიან მოსწონს ბებოსთან სახლში ყოფნა. რაღაცებს უყურებენ ხოლმე ერთად. დედაჩემს ვეუბნები ნუ აჩვევ ასეთ რაღაცებს, მაგრამ ერთად ძალიან სასაცილო სერიალებს უყურებენ ხოლმე. ისეთი ამინდია რა, თან ცივა ცოტათი. თან მზე სადღაცას აჭყუტუნებს და მომწონს. ძალიან მყავს მზე, გიждები მზეზე. მზის გარეშე ჩემ ცხოვრებას არაფერი არ მიხარია. იშვიათად მოღრმულ ამინდში რამე მიხაროდეს. აი როცა მზე ანათებს, ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებს. წავედით ლილოში. ესეთი. რას. ამოდი რა გადმოჭექი. არა.იდან გიყურებ ესე კარგად რა. მე და მარი შევხვდით მოიცადეთ. დღეს მარიმ გამახარა. მაგრამ მაგას ჯერ არ ვიტყვი. ხო. კონფიდენციალნესტი. ჯერ სეკრეტია. ჯერ. ხო. კიდე ის თქმა მინდოდა. მე მოვდივარ ლილოდან, ლილოში ვიყავი. ძალიან დავიღალე. სახეზე მეტყობა ხო? წინა დილას მივდიოდი დაალაგებული თმით და ახლა ყველაფერი მაქვს აჩეჩი. ძალიან დავიღალე. ხო და მარი მითხრა თემუდანო რაღაცეებიო ჩამომივიდაო და მეც ახმეტელზე ვიყავი, მარიც ახმეტელზე იყო და რა თქმა უნდა მეთქი ვინ უნდა გახსნას შენი ამანათები, რა თქმა უნდა მე. რა კაია, შენის გახსნა ხო კარგია, მაგრამ სხვისის გახსნაც კარგია. აგი რა არის? ზედა? თავისი ფალი. მე როგორ დაღლილი ვარ, იცი მე მგონი ესაა. ასეთი აქვს ძალიან სასაცილო. ეს რა ღირდა ეხა? 13? ანუ 3 ხარზე ჩამ. всё понятно, ასეთია. შენიერია რატომაც არა. ხო. შენ ძალიან გიყვარს ელასტიკები და მანის ფაფა. მარის რა დროსაც არ უნდა დაურეკო. რა საკეთებ? მანის ფაფას ვაკეთებ. მანის თავეს მოვიდა. მიდი, ჩვენ KFC-ში მოვედით. იმიტომ რომ დილიდან ვართ ძალიან მშივრები. თემუზე შეუკვეთია ეს და ძალიან კაი ხმა აქვსო ამბობს. საინტერესო არაფერი არ გავუფუჭო მის მოსვლამდე. მაგრამ ეხლა ვფიქრობ თავის საქმეს ნამდვილად გააკეთებს რა, უბრალოდ ანუ მეც ვფიქრობდი რომ გამოვიწერ და არ გადავიხდი ამდენ თანხას თქო, მაგრამ აი თა რო გინდა რომ გქონდეს რა, რო საქმეს რო აკეთებ და გინდა რომ რაღაცა ისეთი კარგი გქონდეს. განა ის რომ მოდასაყოლილი ვარ, თქვენ იცით ხო, მე არ ვარ მოდასაყოლილი საერთოდ. მაგრამ ზოგადად რა ტექნიკას რაც შეეხება, ვფიქრობ ერთი უნდა იყოს და კარგი უნდა იყოს. ამის მომხრე ვარ მე ბატონო. ნახეთ როგორი საყვარელია ესეც. ამასაც აქვს თავისი ხუმი, ამასაც დავტესტავ ახლა. კი არის ის მარი. ამასაც რო დავტესტავ. თან ორი მიკროფონი აქვს. შვენიერია. ძალიან კაი. უკაცრავად სამი მიკროფონით კარგად ისმის. ძალიან კაია, იცი, მინდა გითხრა. ხო, მეცი და ეხავე გავწევ ყველაფერს. შვენიერია, მარ, ხმას დავტესტ, შევპირდი რომ ხმას დავტესტავ ახლა. მე დავტესტე და ძალიან შემეშინდა რომ მეთქი. რა საინტერესო, ხა გულით ხო დამარტყავს აქ? აბა ესეც ხო მოყვადი, ჩვეულებრივებიც აქვს. ჩვეულებრივები როგორები? 25 ვარად. ეს 25 ლარი ღირდა ხო? ეს არის ალბათ რაც მასში ერთდება, ჩემს ეს რო აქ. შვენიერია, ხო წამოიღებ, სამოგზაუროთ, მეც წამოვიღებ და რა ვიცი. ერთი თუ არ გვეყოფა.
10-ით ვილაპარაკოთ ჩვენს ხმას თუ ვერ გაიგონებენ ზოგიერთად. ჰა? სპრაიტი ავიღეთ, რატო ავიღეთ სპრაიტი? ხო შეეშალათ. საწერია ეგ. მოხში ყოდი ეგრე ალბათ და არ შევცვალოთ. აი, არა უშო. საერთოდ არც კი წერია, რომ სასმელიც არის MacBook-ში. ესეც ესეთი. სადავართ. ეს რა არის? აი, ეს ძალიან საყვარელი რაღაცა. ეს ის არის კაბა შე რო ამბობდი? ეს მეც მომიხდება. აუ. კოკო რა კარგია. ეს მოგაქვს? აუ იცი რა გჭირდება? ორთქლის ძალიან კაია. ძალიან გრძელიც არ არის, არც მძლე არ არის. კოკო რა კაია. ისეთი რა. Что это? Расицахи гого. Файме нахет. Саламазия. აი, განათებაზე იქნება სულ ისება განათებაზე. ჩემთვის გიყიდია ყველაფერი. ერთი უდრის ორს. ნამდვილად. ჩვენ ხო ლამაზი კონტენტი, ლამაზი ფოტოები გვჭირდება. ეს რა არის? ეს კაბა. ლეჩები კაბა. კლეჩადი კაბა ეხა არ გავს. ნიკი არ გეწყინოს, მაგრამ ვერვიდან კლეჩად კაბას და რატო იცი? ორსულად რო ვიყავი, მეც მქონდა ესეთი კლეჩადი კაბა და მაშინ შემზიზღდა და მაგის მე ვერ ვიდო. ჩაცმულზე ნახე. აი. კაია, მშვიდობაში. შავი სამოიღე? რა? არა. ახლა, კი, რაღაც ეს. ხა. ეს რა მოსაცმელია, ქალ. ხმერთო. ეს მოსაცმელი კი არა, თავზე გასაკეთე. მოთხოვე. ეს მე რომ მაქვს იცი წითელი. ეგრეთ შეგიძლია. ხმერთო, რა სიგიჟეა. და თეთრზეც ძალიან. უიმედედა. არა, კაია ხო, თეზოზე ძალიან კაი იქნება. კი, ნამდვილად. თეზოზე ძალიან მომწონს, ახლა მით უმეტეს დავამუღამე მე რო შევკერე ის ხო ჭყველადლები. მაგასაც წამოვიღებ ფოტოებში ძალიან ლამაზი იქნება. ეს ყველაფერი მარისი. ახლა უსვათ, კაი, მაგას სახლში გაჩვენებთ. გაბია. ჭამის დროს რა ქვია, მიკროფონი არ შეიძლება. ეს ხოთშორის არა. იმენა ყველაფერი ისმის. ვიცი. აუ როგორ არ მინდოდა სპრაიტი? რა უცოდი არ არის. ეს რა არის? რა ამბავი? ხუთი რამ ხელაა და შიგნით ორი კინკილადეს. დესერტი გვაქვს სალუბლით, იმედია როგორ მიყვარს სალუბლით გიჟდები. კარტოფილი ფრი და ჩიზბურგერი. ეხლა ჩვენ შევჭამთ. და დაგიბრუნდებით. აბა მოდი ახლა დავტესტოთ თემუს მიკროფონი. იაფად. ძალიან საინტერესო როგორი ხმა აქვს. ლამაზი არის. ესეთია ნამდვილად. ცუდი არის. ის ვაჟ ბატონი რომ მოვა მე ინტერვიუს მე ჩამოვარდა თუ შეიძლება და კითხავ ყველაფერს და ვინ გქონიათ? ვინ არის? ალბათ დაწერეთ კომენტარებში.
ანუ უნდა მიხვდეთ ეგრევე. ჩემი სახის გამომეთყველებაზე უნდა მიხვდეთ. არის ის ვაჟბატონი. ინტერვიუზე მე მივალ, ჩასაწერად ანუ კონტენტს მე დავგეგმავ, ეთქვი რომ ეს ჩვენი კონტენტ კრეატორი არისო, ყველაფერს ეთქვი, მე მივესალმები. დამარიგე მანამდე. აუ, ეს ხო მივესალმები. ოღონდ იქ რომ დამემართა, იმედია ისეთი არ დამემართება. მოდით ერთად გავამზადოთ ჩვენი საუზმე. ძალიან უყვარს ალექსანდრას, აი ესე მომზადებული კვერცხი ხო გაჩვენებ. მე მგონი ადრე მაქვს თქვენთვის ნაჩვენები, მაგრამ კიდევ გაჩვენებთ. და ვფიქრობ, რომ თქვენც მოგეწონებათ. ძალიან გემრიელია, აი ძალიან გემრიელია. თან რაღაცა, ანუ ახალი და რაღაცა კი არ არის, რაღაცა სასწაული. უბრალოდ ძირითადად ვწოვთ ხოლმე კვერცხს ხო ჩვეულებრივად, მაგრამ ეს ცოტა ესე წახალისებულია პომიდრით, სიმინდით, ნუ კვერცხი, ზევიდან კიდევ ვამატებ ხოლმე გახერხილ ყველს და უცბად კიდევ რა მინდა გაჩვენოთ. წინა დღეს მე და მარიმ შევიარეთ ფიქს პრაისში და აი ესეთი ორი ცალი თებში და კვერცხებისთვის ვფიქრობ, რომ აღდგომას იდეალურად გამომადგება. თან აღდგომისთვის არ ვიცი, რაღაცნაირად ვიმზადები და უკვე რაღაცები შევიძინე და ესეც რო შევხვდა, ძალიან მომეწონა ესეთი ოქროსფერი ბაჭია აზის. ესეთი აქვს ჩემს მარინას ბელორუსში რო ცხოვრობს და შარშან რო ვნახე, ძალიან მომეწონა. და ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ლამაზად გამოვიყენებთ. აქ შეიძლება გავაკეთოთ წითელი კვერცხები ოქროსფერი დეტალებით, ან ვარდისფერი, ან ყველანაირი ძალიან ლამაზი იქნება. აი ესეთ თებშზე და ნახეთ როგორი ლამაზია. აუ წარმომიდგენია როგორ ლამაზად გავამზადებ აღდგომას ყველაფერს. კიდევ აი ესეთი რაღაცები მაქვს, ეს მონიკა მაჩუკა. ნახეთ როგორი საყვარლობა. ხო გეუბნებით აღდგომისთვის ვემზადებით, მაგრამ ჯერ სად არის აღდგომა, ჯერ ახალი წელი მოდის. აი ესე ლამაზად გზარდება მეგობრებო ჩვენი კვერცხი. ცოტა ზეთი, ისეც დავუმატეთ, ცოტა პომიდორი და ცოტა სიმინდი და ზევიდან აი ესე ჩავახალე, ასე ვთქვათ, კვერცხი და დავუმატე მარილი და ცოტა პილპილი. ეხლა ამას დავაფარებ თავზე, რომ ეს გულები კარგად ჩაიხარშოს და ძალიან გემრიელი გამოდის. და უკვე ცოტათი უკვე მზად რო იქნება, ზევიდან მოვახერხავ ყველს. ესეთ ჩვენი საუზმე, ესე გემრიელად გამოიყურება. ალექსანდრუშკასი უფრო თოხლო რო იყოს, ისეთი დავუდე, ცოტა დრო მეტი მომიწია და ამიტომ ჩაიხარშა ძალიან. ოხ, ამა შორტები ჩაუცვია. რატო არა, დედიკომ კატბობა ჩართო. გუშინ გავამზადე ერთი მომხმარებლისთვის, ეხლა ვუმზადებ მეორე მომხმარებელს, აი ესეთი პლედი, საწოვარეს დამჭერი, მუსლინების საფენები და ორთოპედიული ბალიში. დღეს მინდოდა ყოფილიყო მზიანი, ამინდი რომ ლამაზი ფოტოსესია გუშინ გავამზადე ყველაფერი, რომ დილას რო გავუღვიძებ, ყველაფრის ფოტოსესიას გავაკეთებ თქო, მაგრამ დადამ, ესეთი ამინდი გვაქვს. ყვავილი გადმოვიტანეთ აქეთ. არ ვიცი, დამიწერეთ კომენტარებში ფიკუს თუ აქვს შემოდგომა, იმიტომ რომ რამოდენიმე ფოთოლი გაუყვითლდა. აი ამასაც დაწყებული აქვს, ხო? ხედავთ, ხო? ანუ უყვითლდება, აი როგორც შემოდგომაზე ცვივა ფოთლები, ისე ცვივა დასცვივდა ამასაც რა 1-3 ფოთოლი. დედაჩემმა გაიგიჟა თავი, რომ ყვავილს აფუჭებო, არაო, ანუ ფიკუს არ უნდა დაუცვივდესო, მაგრამ მე რა ვიცი, შემოდგომა თქო ვიფიქრე და ესეც ალბათ უნდა იყოს ასე თქო და აი ესე, ანუ ეხლა ამას დაწყებული აქვს, ეს მთლიანად გაყვითლდება ეხლა და დასცვივდება ეს ფოთოლი და ამიტომ დედაჩემმა ესე შუქზე გადმოვიტანოთო და გადმოვიტანეთ აქეთ ჩვენი ესეთი ულამაზესი დიდი ფიკუსი. გვაწყობ ხოლმე ფოტოსესიას ნანო და კიცისთვის. ყველაფერი გავამზადე, რომ გავუგზავნო მომხმარებელს, გამოიყურება აი ასე, ნანო და კიცი, აკდევს პლედი და ორთოპედიული ბალიში, აკეთებს მუსლინის საფენები და საწოვარეს დამჭერი, ეს ყველაფერი კი გამოიყურება აი ესე ძალიან ლამაზად და საყვარლად. ეხლა გავუგზავნე ამ გოგონას და შემდეგ კიდევ საღამოს უნდა გავაგზავნო. სიამოვნებით მე წავიღებდი, იცით ხომ, ვითავსებ კიდევაც, მაგრამ გარეთ საშინელი ამინდია, თან ალექსანდრა დღეს სახლში მყავს ცოტა
შეუძლოდ გრძნობს თავს, მე რა საშინელი ამინდია. ღმერთო, რა საშინელება, ჩვეულებრივი ჩერნობილი, აი რო ვიძახი ხოლმე, პატარა ჩერნობილი, აი როცა მოხრუბლულია, всё, ანუ ფანჯდან ვერ გაიხედები, ჯობია გადაწიო ფარდაბი და всё, იჯდა შენთვის სახლში და აი ამ საშინელებას არ უყურო. თან, სახელმწიფო ხო ამ კორპუსებს არ უვლის, არ ღებავენ, არაფერს არ უკეთებენ და პლუს ხალხი კიდევ ზევიდან ამატებს. ჯერ ეს ნაგავი, თუ ეხლა აი ეს რა არის საერთოდ? აი ეს რა არის? თუ არ შეუძლიათ რომ დაასუფთავონ ეს ყველაფერი, რომ გადაიხედები და არ იყოს ესეთი საშინელება. შემდეგ ხო ხალხი ზოგადად ყველაფერი გარეთ აქვთ გამოფენილი, აქ კიდევ იმას გავს ღმერთო ჩემო. აი მაგალითად აქეთ რო გადავიხედოთ, ხო? ყველაფერი ესე ულაგიათ უბედურად. წინა დღეს ლილოში რო ვიყავი, ალექსანდრუშკას ვუყიდე წინდები. იმის წინაზეც რო ვიყავი, მაშინაც ვუყიდე, ახლა გაჩვენებთ. ეს არის წინის წინაზე რო ვუყიდე, მოკლედ ის წინდები, რომელიც უკვე ეცვა, გავრეცხეთ და უბრალოდ მინდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება, თან ძალიან ლამაზია, ფორმასაც არ კარგავს, ნახეთ, თან ეცვა უკვე და გარეცხილია. კიდევ შავი ხო ვუყიდე წინაზე და კიდევ აი ესეთი ფერები ვუყიდე და ესენი ახლა კიდევ გავამეორე, მოკლედ ამისი თქმა მინდა. აი ესეთი ფერები, ყველაფერს რო უხდება ისეთი, თან ახლა ეს ზარაში რო უყიდე, ფეხსაცმელები აწი არ ვიცი როგორ ჩაიცროს, ისეთი ამინდებია, მაგრამ ერთოდ ფეხზე მაქვს ალექსანდრასთვის საყიდი და ეს New Balance-ები რაც ვუყიდე დაუპატარავდა, უნდა გავრეცხო კარგად და დავდო სადმე საიტზე, Facebook-ზე სავარაუდოდ და გავყიდო, იმიტომ რომ ასეთ ძვირიანს ნამდვილად ვერ გავაჩუქებ და ნახევარფასში თუ არა მაღაზია ნაკლებად რო გავყიდო ჩვენთვის საქმეა, მე რამე ახალს ვუყიდი ალექსანდრას, ასევე ზარას კაზაჩოკები, რომელიც ულამაზესი არის და მართლა მთელი მოსკოვი მეკითხებოდა სად ვუყიდე ალექსანდრას ეგ კაზაჩოკები. ეგენიც დაუპატარავდა და ეგენიც უნდა გავუყიდო და მე რამე ერთხელს ვუყიდი, მისქში ასე ვიქცეოდი ხოლმე, რა ვიცი. ხო, მოკლედ ეს რაც შეეხება წინდებს, ძალიან კარგი ხარისხი აქვს. კიდევ ვუყიდე აი ესეთები, რა ვიცი, სახლშიც ჩაიცვოს, პრინციპში ისეთი ლამაზია, გარეთაც მშვენივრად ჩაიცვოს. სახლისთვის უფრო აი ესენი ავუღეს, სიმართლე გითხრათ, სახლში. აი ესეთი თანფერადებიც უნდა და რა ქნას ჭყეტელა-ჭყუტელები. კიდევ აი ესენიც ძალიან მომწონს, ბათინკებზეც ძალიან ლამაზი იქნება. ცოტათი რო გამოჩნდება, ძალიან ლამაზი იქნება და კიდევ ესეთი ორი ცალი რაღაცა შემოდგომის ფერები ვუყიდე. ვფიქრობდი ესეც სახლისთვის, მაგრამ რატო სახლში? სკოლაშიც მშვენივრად ჩაიცვას, დოგვისფერი და ესეთი აგურისფერი და კიდევ ვუყიდე ორი ცალი კალკოტკი, არ ვიცი როგორი იქნება ხმარებაში, ცოტათ ხელიც მეჩვენ, პრინციპში ჩვენი ზამთრისთვის ნორმალურია. აი ესეთი იყო სხვადასხვა ნახატებით, პეპლებით, გულებით, კიდევ დათუნია ეხატა, მაგრამ მე ხო იცით, არ მიყვარს დიდად მსგავსი რაღაცები, ამიტომ აი ესეთი სადა ავარჩიე, ესეთი თეთრი და აი ესეთი ბეჟი, აი ესეთი შენაძენი მაქვს ლილოში. რაც შეეხება კალკოტკებს ღირდა 10 ლარი. აი ეს ნასკები ღირდა წინდები 4 ლარი, ესეც ღირდა 4, აი ესეთი ზოლიანები მოკლედ ღირდა 4 ლარი. აი ესენი ღირდა 3 ლარი და აი ესენი ღირდა 5 ლარი. და ძალიან მიხარია, რომ ორ-ორი აქვს ესეთი ფერები. შავი აღარ ამიღია მეორე, მაგრამ აი ესენი წამოვიღე, იმიტომ რომ არა, შავიც უნდა მეყიდა, პრინციპში ძალიან ისეთია, ლამაზია ყველაფერი. Вот, ჩემი ყვავილიკო. იზრდება აქ ნელ-ნელა. ნელ-ნელა კი არა, საკმაოდ კარგად გაიზარდა, მე თუ მკითხავთ. მზე გამოდის თუ მეჩვენება. მე გადავა მაქვს ჩართული. ცივა, ხო, მზე გამოდის რა კარგი.